პრესის წნეხის რაღაცა ურთულეს პერიოდში როგორ შევინარჩუნოთ მედეგობა ადამიანობა მარტივად რო ვთქვათ, როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, როგორ ვიზრუნოთ ერთმანეთზე და რა წნეხის გავლა გვიწევს. სხვა შორის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ჩვენ ვცდილობდით მე ჩემ მეგობრებთან ერთად რომ სასკოლო განათლების პროგრამაშიც შეგვეტანა ეს საკითხი, მაგალითად ვთქვათ ევროპის არაერთ სკოლაში ემპათია და ფსიქიკური ჯანმრთელობა ისწავლება და კურიკულუმის მნიშვნელოვანი ნაწილი არის და შეიძლება ესეც განაპირობებს იმ ასე ვთქვათ განსხვავებასაც რომ ვთქვათ შეიძლება ბევრ ევროპულ ქვეყანაში გაცილებით ვთქვათ უფრო ემპათიურები იყვნენ რიგი საკითხების მიმართ ადამიანები ვიდრე ვთქვათ აქ არიან ან ვიდრე ვთქვათ სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში არიან ხო და პირიქით ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ ჩვენ ასევე ვთქვათ მნიშვნელოვანი სიახლე არის რომ მაგალითად აი ამ რაღაცა გლობალური არ ვიცი ბრძოლის ომის რაღაცა მიჯნაზე მაგალითად ბრიტანეთში დაიწყეს ახალი სასკოლო კვების პროგრამა სასკოლო საუზმე განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის რომელიც დაახლოებით 200,000-მდე მოსწავლეს ეხება და რაღაცა ესეთი ცვლილებები მნიშვნელოვანი არის და ჩვენც მე მგონი ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ და ამას ვცდილობთ ზუსტად და მოდი მოусვინოთ ჩვენ სტუმრებს პატას და თინას რას გვეტყვიან და ჩვენც რაღაცა შევეცადოთ რომ მოკლედ ყურადღებით გავიგოთ იმიტომ რომ ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანი რაღაცა პატარ-პატარა რჩევები არის რაც შეიძლება რომ გავითვალისწინოთ მით უმეტეს მაშინ როცა ბევრი ადამიანი გადაწვის თუ გადაღლის მიჯნაზე არის და როგორ შეიძლება მოკლედ რომ საკუთარი თავი დავიცვათ და ვიზრუნოთ ერთმანეთს დანარჩენზე უკვე თინა და პატა ისაუბრებენ და მივესალმოთ თუ შეიძლება ამ ადამიანებს საღამოშიდობის მეგობრებო მოკლედ ხო მეც მადლობას ვუხდით ბატონს რომ შეწყვეტა შეშლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეგეც ერთგვარი ტვირთი არის ხო ჩვენთვის რომ ემოციურად ვიცით ადამიანები ჩვენ გარშემო რეჟიმის მიერ როგორ არიან ჩაგუგლები და მოკლედ ეგეც მაგასაც შევეხებით მოგვიანებით მე ვარ პაატა ალავერდაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი ფსიქოტრაუმატოლოგი და ხო თინაც მოგვიანებით წარადგენს თავისას როგორც გოთამ თქვა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დეტალის თვის ყურადღების მიქცევა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით მაშინ როდესაც სწორედ რეჟიმი ცდილობს ისეთი პირობების შექმნას რომელიც სწორედაც პირველ რიგში ხელს უშლის ჩვენს ემოციურ კეთილდღეობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და შესაბამისად მე უფრო ადვილი არის ხოლმე მანიპულაცია საზოგადოების სხვა ჯგუფებით. და მათ შორის ვისაუბრებთ ტრავმაზეც, რადგან მე და თინა ორივე ფსიქოტრაუმატოლოგები ვართ და ხო გოთამ თქვა რომ ბევრს ვისაუბრებთ, მაგრამ გვინდა რომ აგრეთვე თქვენს ისაუბროთ, არ გვინდა რომ მონოტონურად იყოს მონოლოგის რეჟიმში ვიყოთ აქ. გვინდა რომ რაც ჩართული საღამო გამოგვივიდეს. ხო, თინა, ჯერ ვისაუბროთ და მოგესალმებით ყველას, ძალიან მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა და არ დაგიმალავთ რომ ხელავ მოკლედ მინდა მაქსიმალურად ვისურვებდი რომ ეს შეხვედრა ეს რამდენიმე წუთი რომელსაც ერთად გავატარებთ ამ ფორმატში დამხმარე იყოს თქვენთვის ანუ რაღაც წაიღოთ არა მარტო რაღაც მოსმენის ნაწილში არამედ ის რაც დაგეხმარებათ ცოტათი მაინც გვინდა რომ შევეხოთ სხვადასხვა საკითხს მათ შორის სხეულის რეაქციას კრიზისზე, ხანგრძლივ კრიზისზე, როგორ რეაგირებს ჩვენი სხეული, რა არის ის რესურსები, რაც შეიძლება რომ ჩვენ სხეულში ვიპოვოთ, რა არის ის მოკლე სტრატეგიები, რომელიც გვეხმარება რომ დავრჩეთ ქმედით უნარიანები და არ გადავიწვათ, ვერ გეტყვით რომ ყველაფერზე რაღაცა გარანტირებული რეცეპტები არსებობს, თუმცა არსებობს
რაღაც პრაქტიკები, კვლევის მიგნებები, რომლებიც როგორც ადამიანები ამბობენ, დამხმარე არის. მე ძალიან ესე არაფორმალურ გარემოში, ან სოციალურ ქსელში გავაკეთე მოკლე გამოკითხვა, როგორ უმყოლდებიან ადამიანები ამ სიტუაციას. ჩემ მეგობრებთან და რამდენიმე ესეთი უცნობი ფოლოვერიც ყავს, ანუ არც ისე ცოტა და მათი პასუხებიც მივიღე და ძირითადად დროებიც იყო ამასაც გეტყვით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ბევრს ვსწავლობთ ამ პროცესში ერთმანეთისგანაც და ზუსტად პრინციპში ამ პროცესმა ძალიან კარგად დაგვანახა ერთმანეთი როგორ გვეხმარება, რომ ვიდგეთ ფეხზე. აქაც რუსთაველზეც, არ ვიცი, სახლშიც, ოჯახშიც, სამეგობროშიც, რამდენად დიდი რესურსი არის ეს და ერთმანეთის გამოცდილებებიც ძალიან გვეხმარება და მოკლედ ამასაც გაგიზიარებ თუ საინტერესო იქნება თქვენთვის. მინდა გთხოვოთ, რომ თუ გაქვთ კითხვები, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, დასვათ ღიად. ეს რა ვიცი, წლების განმავლობაში იყო ძალიან ტაბუირებული თემა, ხო? ფსიქიკური ჯანმრთელობა, უამრავი ადამიანი დაიჩაგრა იმის გამო, რომ ვერ საუბრობდა საკუთარ მდგომარეობაზე და ვფიქრობ, რომ ამ პროტესტის ფარგლებში არა მარტო სოციოპოლიტიკურ სპექტრში, არამედ ამ ნაწილშიც, ხო, რომ ერთმანეთს მოусვინოთ, ერთმანეთის სატყივარი გავიგოთ და მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერება ავამაღლოთ, დიდ ნაბიჯებს ვდგამთ. და ვფიქრობ, რომ აქედანაც უნდა დაიწყოს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის იზოლირებული თემა, ეს არის აბსოლუტურად მიბმული სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს და დღეს თანამედროვე განმარტებით, თუნდაც რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, ეს არ არის მხოლოდ დაავადების არარსებობა, არ არის მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის არარსებობა, არამედ არის უნარი, რომ ღირსეულად ჩაერთო სოციალურ ცხოვრებაში, შეძლო დახმარების გაწევა სხვებისთვის და დახმარების მიღება. ანუ პირდაპირ ებმის სოციალურ და პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ის თუ როგორ ვართ ჩვენ. ამიტომ ამას ვერ განვიჯნოთ, მოკლედ არ გეგონოთ, რომ ეს არის რაღაცა უცებ მოფიქრებული თემა, რომელზეც ვფიქრეთ, რომ ვილაპარაკოთ, რეალურად ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს პროტესტის ნაწილი, მით უმეტეს ასეთ გახანგრძლივებულ კრიზისულ სიტუაციაში, რომელშიც ვართ. ეხლა ძალიან გამიგრძელდა, მე მგონი. მოდი, პატა, თუ გინდა შენ დაიწყე შენი მომზადებული საკითხები და ერთმანეთი ჩავანაცვლოთ, მოკლედ, მადლობა. მადლობა თინა. ხო, დავიწყოთ კითხვით. როდესაც ვამბობთ რა სიტყვა ფსიქიკური ჯანმრთელობა ან სიტყვები ფსიქიკური ჯანმრთელობა, რა ასოციაციები მოგდით? აი რომ გვესროლოთ აი ფსიქიკური ჯანმრთელობა და რა ასოციაციები მოგდით? უძილობა, კიდე აღზრდებულობა, სტრესი, დეპრესია, აგრესია, დაგიშება, სესწრაფის დაშვების მეტი რისკი, ჩაკეტილობა, სევდა. მე თუ ჯანმრთელობაზე ლაპარაკობ, პირიქით უფრო პოზიტიური სიტყვები მახსენდება, რაღაც სიმშვიდე. აპათია. კიდევ უკანა რიგებიდან. გამოფიტვა. ჰიპერაქტიულობა. კიდევ აი შემოგთავაზა მარიამა, რომ რაღაც კარგიც შეიძლება არსებობდეს, ხო? ფსიქურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. კარგი რა შეიძლება პოზიტიური ასე ვთქვათ, სასურველი მდგომარეობები ფსიქურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სიმშვიდე იყო, კი ბატონო, კიდევ ტკბილის ჭამა. აჰა. მივალთ ტკბილის ჭამამდეც მივალთ. იმედი. ის არა. ის მეორე. ირონული ზრდა. როგორ? აგრესიული საუბარი. კი ბატონო. ხო, საინტერესოა, ხო? ვამბობთ ფსიქური ჯანმრთელობა, ერთგვარად ნეიტრალური, თუმცა დადებითის ამსახველი ტერმინი, მაგრამ მოდის უფრო მეტი ნეგატიური ასოციაცია. იმიტომ რომ სწორედაც რასაც თინა ამბობდა ფსიქური ჯანმრთელობა
ხო, არის უზომოდ დაკავშირებული და ასე ვთქვათ, დასინქრონირებული სოციოპოლიტიკურ საკითხებთან, პროცესებთან, რაც საზოგადოებაში მიდის. ეს იმიტომ, რომ არ ვართ იზოლირებული არსებები, ხო, არ ვართ ასე ვთქვათ, სტერილურად არ ვცხოვრობთ, ხო, ჩვენი ფსიქოემოციური სისტემები შიგნით არის სრულიად სოციალურად მოწყობილი. შემდეგი შეკითხვა. როდესაც გვაქვს გამოწვევა ან არასახარბიელო მდგომარეობა, ვინ ან რა ზრუნავს ჩვენზე ყველაზე მეტად ან ყველაზე სწრაფად? ვინ შეიძლება ზრუნავდეს რა? საკუთარი თავი? ძილი, როგორ? აში ძილი გადის. რა? ძილი. ხო, ძილი, ხო, ვინან რა კიდე? ვინან რამ შეიძლება იზრუნოს? მეგობარი კიდევ? ოჯახის წევრი, წარმოსახვითი მეგობარი. ცეკვა. ეგ აქტიობა, კი ბატონო. როგორ? მეორე ნახევარი, კი ბატონო. ხო, პირველი რაც ან ვინც ჩვენზე ზრუნავს, არის ჩვენი სხეული. ხო, როდესაც არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებით, არის ჩვენი სხეული. ჩვენი სხეული არის სწორედაც გაჯერებული ჰომეოსტაზის თვისებით. ჰომეოსტაზი არის მდგომარეობა, როდესაც არის დელიკატური ბალანსი, ერთგვარი ჰარმონიული მდგომარეობა, ოღონდ ფსიქოფიზიოლოგიური ბალანსი არის, როდესაც არის ჰორმონალური ბალანსი თუნდაც, ხო? და მუდმივა, როდესაც ვამბობთ იმუნიტეტს, ხო? ფიზიოლოგიურ იმუნიტეტს, ეს მოიცავს ფსიქოლოგიურ კომპონენტსაც, როდესაც ჩვენ გვაქვს იმუნიტეტი, როდესაც კანი გაგვეჭრება, ხო? ამას სხეული იმუნიტეტის წყალობით, ამ ჰომეოსტაზის ძალის, დრაივის, ენერგიის წყალობით აღიდგენს მას, ხო? ასევე გვაქვს უნარი სხეულში, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ემოციური, ფსიქიკური ჯანმრთელობის ბალანსი, ჰარმონიული მდგომარეობა. და ამას ვახერხებთ ჩვენ სწორედ ტვინში და ფსიქონეირონულ სისტემაში არსებული სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით. ხო, ამას ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ჰორმონალური რეაქციები, როდესაც გვაქვს სტრესზე, როდესაც სტრესულ გარემოში ვხდებით, ხო, უნდა გავარჩიოთ ესე იგი სტრესორი არის არასახარბიელო მდგომარეობა, სხვადასხვა შინაგანი ან გარეგანი, ან ინტერპრეტაცია და არის მეორე სტრესი, სტრესული მდგომარეობა, რაც არის ჩვენი რეაქცია სტრესულ ფაქტორზე, ხო? სტრესული რეაქცია გამოიხატება ფიზიოლოგიურად სტრესული ჰორმონების მომატებაში, ხო? კორტიზოლი, ნორადრენალინი, ადრენალინი, რაც არის ერთგვარად სტრესს აქვს ხოლმე ცუდი კონოტაცია, რომ აი სტრესი მოქვს, მაგრამ სტრესი თავისთავად არის ის, რაც გვეხმარება სწორედ ამ ჰომეოსტაზის, ამ ჰარმონიის აღდგენაში. ანუ გვაქვს სტრესორი, გვაქვს გამოწვევა, გვაქვს პრობლემა და ჩვენ ამას სტრესის საშუალებით, კორტიზოლის ან ნორეპინეფრინის, ნორადრენალინის საშუალებით ჩვენ გვაქვს უნარი, რომ ან გავიქცეთ, ხო, გვაქვს რაღაცა პრობლემა, ვიღაცა მომდევს და სწორედაც რომ კორტიზოლი და მე ადრენალინი მაძლევს საშუალებას, სტრესის ჰორმონი, რომ მე გავიქცე, ან შევებრძოლო, ან არ ვიცი, სხვა მიმართო სხვა რეაქციას, ხო? შესაბამისად, როგორ? ან გავიყინოთ, ხო? გაყინვაც ზოგჯერ არის ხოლმე, რა თქმა უნდა, სათანადო მომენტში სათანადო რაოდენობით დამხმარე. ხო, მინდოდა ამ კუთხით შეგვეხედა, რომ ჩვენ თუ ვისტრესებით, ხო? ესეც ერთგვარი სიბრძნის, სხეულებრივი სიბრძნის ნაწილია. თუმცა, როდესაც უკვე ჭარბი სტრესი არის, შეიძლება თინამ ვისაუბროს, აი როდესაც ჭარბი და ქრონიკული სტრესი არის, მაგალითად იმაში რაშიც გვამყოფებს რეჟიმი დღეს, ხო? მუდმივ სტრესში, ისინი წარმოქმნიან სტრესორებს მუდმივად. ყოველ დღეში რამდენჯერმე და ქმნიან, ასე ვთქვათ, ანტიჰომეოსტაზურ მდგომარეობას ჩვენთვის, ხო? რომელიც არის საშიშროების მანიშნებელი. ჩვენთვის არა ჰომეოსტაზში ყოფნა, სტრესი, საფრთხე, სხვა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობები არის სწორედ ჩვენი ტვინის
მიერ აღქმული როგორც საფრთხე და საფრთხეზე მე რეაგირებთ იქნებ შეიძლება გავაცოს თიდან როდესაც ქრონიკულია მე უკვე სტრესი და სტრესორი უკვე ხდება ტვირთი ჩვენი სხეულისთვის და ალბათ ყველას გაგვიგია ეს მასლოუს პირამიდა ძალიან პოპულარული არის ხო და შეიძლება ცოტა მობეზრებული ის მაგრამ რეალურად ყოველდღე ხედავთ მაგას რამდენად არის შერყეული ის ქვედა საფეხურები რაც არის უსაფრთხოების ანუ აი ბაზისური საჭიროებები ჩვენი რაც არის ხო მაგალითად საკვების მიღება ფინანსური უზრუნველყოფილობა ასევე უსაფრთხოების განცდა ხო და ამ ხანგრძლივმა კრიზისულმა მდგომარეობამ რომელიც არის დღეს ჩვენ ქვეყანაში ხო ზუსტად აი ამ ბაზისურ რაზეც ჩვენ ვაშენებთ ჩვენს განათლებას ჩვენს ღირებულებას ჩვენს თვითრეალიზაციის მოთხოვნილებებს ხო ანუ დიად მიზნებს ასე ვთქვათ ხო ეს რაზეც დგას ზუსტად ამას შეუქმნა საფრთხე. რატო არის სოციალური სიდუხჭირე ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნის განვითარებისთვის? ხო, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ინდივიდუალურად ეხება და ძალიან მტკივნეული და არ ვიცი, ისეთი საკითხი არის ჩვენთვის. გარდა ამისა, ხო, ის აქრობს სივრცეს პროგრესისთვის, ანუ ამ სივრცეს აღარ ტოვებს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ არიცი რო გაიღვიძებ აი ეს ბაზისური საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობა ჯერ კიდევ გაქვს თუ არა, მაგალითად, განოგიშვას თუ არა სამსახურიდან, მოხვდი თუ არა შემცირე, არ ვიცი, რაღაცა მოგონილ შემცირებაში, ან არ ვიცი, ხო არ მოაკითხეს სახში შემშობლებს და ხო არ დაემუქნე, ხო? ეს რას ნიშნავს? გარდა იმისა, რომ ემოციურად ძალიან დამწკუნველი არის, ჩვენს სხეულს, ჩვენ ფიზიკურ უსაფრთხოებას ეხება, ხო? ამაში ახალს ალბათ არაფერს არ ვამბობ და არაფერი ამაში ისეთი სენსაციური არაა, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე რომ ჩვენ კიდევ გქონდეს იმის мотиваცია და სურვილი, რომ აქ გამოვიდეთ, ერთად ვიდგეთ, არ ვიცი, ვიფიქროთ განვითარებაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ კიდევ ბევრ ადამიანზე გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა გარდა ჩვენი თავებისა, ხო? ფინანსურად უზრუნველყოთ ჩვენი ოჯახები, ამას დიდი მედეგობა ჭირდება და ერთი რაც მინდოდა რომ მეთქვა, ეხლა არ ვიცი ბოლოს მოდის ცოტა შეიძლება სასაცილო ჭირებს ახლა ეს რომ ვთქვა, მაგრამ ბოლოს როდის უთხარით თქვენ თავს მადლობა მაგის გამო, ხო? რომ ამდენი ხანი ამ ყველაფრის ფონზე მაინც ვდგავართ ფეხზე. მეგობრებს დარწმუნებული ვარ რომ უთხარით, მშობლებს უთხარით რომ გვიგებენ, მეორე ნახევრებს უთხარით, მაგრამ ჩვენ თავებს როდის უთხარით, ხო? ეხლა ერთი წამი, არ ვიცი, თუ ვინმე ამ პოზიტიურ ჟესტზე გაღიზიანდება, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მოდი უთხარით თქვენს სხეულებს მადლობა, თქვენს ფსიქიკას მადლობა იმის გამო, რომ აქამდე მოგვიყვანა და ჯერ კიდევ ვახერხებთ იმას, რომ არ ვიცი, მართლა ხვებს რო არ ვისურვით, ხო? ეს არის ვირტუოზული უნარი ჩვენი ფსიქიკის ჩვენი ფსიქიკის ოსტატობა არის ეს, ხო? რომ კრიზისში იპოვოს გზები, როგორ გადარჩეს. ვიღაცა თუ ამბობს, რომ მე ხო აღარ შემილია, უნდა დავისვენო, ჩვენ კი რა თქმა უნდა ვიზიანდებით, ბრაზდებით, მაგრამ ისის დასაშვებია, რომ ხანდახან აი ეს ამოსუნთქვა მას ჭირდება იმისთვის, რომ ისევ გააგრძელოს, ისევ ბრძოლისუნარიანი გახდეს. რაღაცები ჩავიწერე, ეხლა კი მაინც ემოციური საუბარი გამომდის, მაგრამ რაღაცები არის, რაც მინდა რომ აუცილებლად ვთქვა. შეიძლება? ხო. მოკლედ, რაც მინდოდა რომ მეთქვა, ეს მუდმივი სტრესი და დაძაბულობა, რომელიც არის, ხო? ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ბაზისურ წმენას, რომ სამყარო არის უსაფრთხო, რომელსაც მშობლები, ზრუნველი ადამიანები გვიქმნიან, როცა ვიბადებით მასში, ხო? რომ სამყაროს უნდა ვენდოთ, სამყარო არ არის ბოროტი, რომ როცა რამე დამჭირდება მომაწვდიან, ხო? ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასე არის. და როდესაც კრიზისი გრძელდება და რთული არის განსაზღვრო, რას გვიმზადებს გარემო, ხო? ეს ჩვენი ბაზისური რწმენები ირყევა და ჩვენ გვაქვს განუსაზღვრელობის განცდა, ვეღარ ხვდებით რა დავიჯეროთ სამყაროს შესახებ. ეს ძალიან კარგად ჩანს პატარა ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც ვეღარ ხვდებიან, ხო, რომ დედა და მამა, რომლებიც გარანტები არიან მისი უსაფრთხოების, რატო არის, რომ სახლში აღარ მოდიან? რატომ ხდება ესე, რომ არ ვიცი, ტირიან და ცრემლებს უმალავენ, ან ვერ უმალავენ, ხო? ანუ რასაც ეყრდნობიან ეს ბავშვები, იმას უქმნის, იმას არ ყევს ესეთი კრიზისი. და წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მუდმივად ამ ყევაში ვართ, ან ჩვენთან ვიცით რა ხდება, მაგრამ თან
ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ხვდებით რა უნდა გავაკეთოთ. არ ვიცით როგორ იქნება მეორე დღე, ხო? და ამ განუსაზღვრელობის განცდას რისკი შეუძლია რომ შექმნას ფრუსტრაციისთვის, ანუ შეიძლება შეგვიქმნას დიდი რისკი იმის, რომ გვეგონოს რომ აზრი აღარ აქვს არაფერს. ეს მინდოდა რომ მეთქვა რომ ეს აზრები თუ მოგდით აპათიური განწყობა, რომ არაფერს აზრი აღარ აქვს, რომ ყველაფერი უმიზნო ბრძოლა აღარ გამოდის. ესეთი აზრები არ არის დასამალი არაფერი. ხანდახან მეც მაქვს და ყველას ვინც ჩემ გარშემო ვისთანაც კონტაქტი მაქვს, მაგრამ ეს ახასიათებს ამ განუსაზღვრელობის განცდას, რომ ეს გვაფიქრებინოს. და ამას დავაკვირდეთ მაგ განცდას, ხო, რისი ხო არის ცოტა წამოსული აი ამ მუდმივი ბუნდოვანებისგან, რომელიც რეალობაში გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ილუზია გვაქვს მაინც ადამიანებს იმით, რომ ვაკონტროლებთ ანუ ჩვენს რეალობას, რომ ვიცით რა ვიცით, დილით ჩაის დავლევ თუ ყავას დავლევ, მაგას რომ დავგეგმო, მგონია რომ ჩემი ცხოვრება მე ჩემი კონტროლის ქვეშაა და უსებ ყველაფერი თავდაყირა დადგა, ხო? და უნდა გავუგოთ მოკლედ მაგ ნაწილში ჩვენ თავებს, რომ შეიძლება დაბნეულობა, ფრუსტრაცია, აპათიის სდუნება რომ დავნებდეთ იყოს და აი ამ დროს ზუსტად აქ ყოფნა, აქციაზე ყოფნა თუ ერთმანეთთან საუბარი ძალიან გვეხმარება. ბოდიში, მადლობა თინა, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ელემენტი სწორედ კონტროლის განცდა და განუსაზღვრელობის განცდა მეორე მხრივ არის ხოლმე წამყვანი ხდება ხოლმე წამყვანი იმასთან მიმართებაში თუ ჩვენი სხეული როგორ რეაგირებს ამა თუ იმ მდგომარეობაზე, ესე გარემოში რა მდგომარეობა. ჩვენ ზოგჯერ არა, ყოველთვის ვართ დასაზღვრული ფიზიოლოგიურად, ხო? ყველას გვაქვს ტვინი, ყველას გვაქვს ნერვული უჯრედები და სხეული. აქ ვინც ვართ, ყველას გვაქვს სხეული, ხო? რა თქმა უნდა. ასევე ყველა ჩვენთან ამოქალაქეს აქვს სხეული. შესაბამისად, მინდა უბრალოდ თქვენი ყურადღება ცოტა ხნით გავამახვილო იმაზე თუ აი თინამ რაც თქვა, რომ როდესაც არის განუსაზღვრელობა, როდესაც არის არასიცხადე, რა ხდება ჩვენს ტვინში. ჩვენ გვაქვს აი რომ წარმოვიდგინოთ ეს მუშტი, ხო? ცერატიტი იქნება ტვინის სტრუქტურა, რომელიც არის ყველაზე ძველი და რეფლექსებზე პასუხისმგებელი. ეს ტვინის ღერო, რომელიც ქვია ტვინის ღერო, ხო? ღერო არის უზრუნველყოფს სწორედ რეფლექსებს, როდესაც და მასთან დაკავშირებული ლიმბური სისტემა, ხო? ამ ლიმბურ სისტემაში გვაქვს ამიგდალა, რომელიც უზრუნველყოფს სტრესულ პასუხებს, რეაქციებს სტრესულ გარემოზე, არასიცხადეზე მათ შორის, ხო? როდესაც მე მაქვს შეგრძნება, რომ გარემო არის არაცხადი და არაცხადი გარემო არის მაშინ, როდესაც მე არ ვიცი საფრთხე მელის და რაღაც ასე იგი ბონდებს მე თუ ჯუნგლებში როდესაც ჯუნგლებში ცხოვრობდი როგორც ორგანიზმი ცხოველი თუ კი მომდეოდა ცხოველი ხო ეს ამიგდალა უზრუნველყოფდა სტრესულ რეაქციას სტრესული ჰორმონების საშუალებით სხეულში შესაძლო მობილიზება გაქცევა შებრძოლება და ასე შემდეგ ხოლო დღეს ეს საფრთხე არის რეჟიმის მიერ წარმოქმნილი არასიცხადე ან ჯარიმა რუსთავებზე თუ მოხალმე დაგაჯარიმო ხო ჩვენთვის ეს გახდა უკვე საფრთხე თუნდაც ან პოლიციის დანახვა პოლიცია გარკვეულწილად უკვე გახდა საფრთხის მატარებელი არა დაცულობს შესაბამისად ჩვენ თუ კი გვაქვს ხშირად აი ეს სტრესული რეაქცია ტვინში ჩვენი ტვინის სტრუქტურა ქერქი რომელიც აი შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ რომ არის ეს თითები ქერქი ვეღარ ფუნქციონირებს ქერქი არის უკვე პასუხისმგებელი ჩვენს რაციონალურ ჩვენ კრეატიულ ჩვენს შემოქმედებით საქმიანობაზე ჩვენს წარმოსახვაზე ჩვენს პრობლემების უფრო ვთქვათ მოქნილად გადაჭრაზე ჩვენ თუ რასაც ინავდა ჩვენ თუ გზნობთ ზოგჯერ გადაღლას თუ გზნობთ სასწრაფკვეთას არ გვაქვს უნარი განცდა არ გვაქვს რომ მე მაქვს უნარი გავუკვირდე მდგომარეობებს ეს უბრალოდ იმას ნიშნავს რომ მე ფიზიოლოგიურად ვარ დათრგუნული ჭარბის სტრესით და ეს ჭარბის სტრესი მოდის სწორედ იქიდან რომ ჩვენი ტვინი ცდილობს იმ განუსაზღვრელობას რაც არის გლობალურად ჩემს გარემოში ჩემს ქვეყანაში რაიმე მოგვარება მოუძებნოს
ან წარმოქმნის მუდმივად სტრესის ჰორმონს, რაც თრგუნავს, ასე ვთქვათ, აჩლუნგებს ქერქის ფუნქციას, რომელიც ასოცირებულია კვლავ კრეატიულობაზე, ურთიერთობაზე, გაცვლაზე, კავშირზე და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან გვახსოვდეს ეს თვითმობიერების მომენტი, ძალიან მნიშვნელოვანია ჭარბის სტრესის დროს, რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეული, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჩვენს კარგად ყოფნაზე, შეიძლება უბრალოდ ფიზიოლოგიურად გადაითრგუნოს, გადაიტვირთოს, ფიზიკურად არ შეეძლოს ფუნქციონირება და ეს შეიძლება გახდეს ხოლმე ნუგეშის მომგვრელი, რომ მე უბრალოდ სტრესის ჰორმონებით ვარ გადატვირთული, გაჟღენთილი, დაჯერებული. სწორედ შეიძლება ეს იყოს ფიზიოლოგიური, ფიზიკური მიზეზი იმისა, რომ მე ვერ ფუნქციონირებ, ხო? და ამის ცოდნა შეიძლება იყოს შვების მომგვრელი ან თვითმობიერების წამახალისებელი და თუნდაც მადლობისკენ წამყვანი, თვითმალიერებისკენ წამყვანი. ის რა თქვი პატარა კვლევაზე, რომელიც კვლევად არ იწოდება, მაგრამ რაც იყო მოკლედ, რაღაცები რაც მოვაგროვეთ, ხო? და შეიძლება დაამატოთ რაღაცები, თუ გეკნებათ ამის სურვილი. ერთ-ერთი რაც მოიწერეს იყო ცხოველებთან კონტაქტი, ანუ გვეხმარებაო ამ სტრესთან და ამ ძიმე მდგომარეობასთან განკლობაში ძალიან ცხოველებთან კონტაქტი. ცხოველებთან კონტაქტის საშუალება გვაქვს ხოლმე აქციაზეც, იმიტომ რომ სულ დადიან ჩვენთან ერთად, ვისაც სახლში ყავს, მით უმეტეს არ დაგენანოთ დრო, რომ მათთან იყოთ. ეხლა რატო? გარდა იმისა, რომ ძალიან კარგია ცხოველები და გვიყვარს, ან ოქსიტოცინის გამოყოფა ხდება, როცა ცხოველს ვაფერებით, რაც არის აი ამ მიკუთვნებულობის და სოციალურობის განსაზღვრელი ჰორმონი, ანუ განცდა გვაქვს, რომ ვართ უსაფრთხოდ დაკავშირებული ვართ სხვა არსებასთან და ეს ძალიან სიამოვნების მომხრეც არის და აღმდგენია ძალის რა სიამოვნებას, რომ თავი დავანებო. ასევე ერთმა ადამიანმა მოიწერა, რომ ძალიან მეხმარებაო, რომ ის რუტინის ის ჩვევები, რომლებიც ჩემი კონტროლის ქვეშ ჯერ კიდევ არის, მაგალითად დილით რომ ვისაუზმო. აი ძალიან ისეთი რამეა, ხო? რომ შეიძლება საერთოდ აღარ მაქვს და მადის ცვლილება შეიძლება ბევრს გაქვთ, ძილის დარღვევები ძალიან ხშირი არის, მაგრამ აი ის რაღაცები, ხა ეს რო განვაზოგადოთ, ხო? რუტინის ის პატარა ელემენტები, რომლებიც ჯერ კიდევ შეგიძლიათ რომ შეასრულოთ, არ ვიცი ეს რა იქნება. შეიძლება იყოს ბებიის მონახულება შაბათ-კვირას, ან არ ვიცი, საღამოს პიტნის ჩაის დალევა. არა, ძალიან დიდი მნიშვნელობა საღამოს აქციის შემდეგ, რა თქმა უნდა. ხო, ეს რაღაცები არ ამოვაგდოთ, ჩვენ ხშირად თავს ვისჯით იმით, რომ პატარა სიამოვნებებსაც ვიკლებთ, რომ რადგან ესეთი სიტუაცია არის ქვეყანაში, რა დროს ეს არის. კი, ბევრი რამის დრო აღარაა, მაგრამ დილით რომ ვისაუზმოთ, ან პატარ-პატარა რაღაცა ჩვევები რომ არ დავივიწყოთ, ეს პირიქით დაგვეხმარება იმაში, რომ ხანგრძლივად ვიდგეთ ფეხზე. მინდოდა მეთქვა აი ამ ჩვენი სიმღერის და რიტმული შეძახილების მნიშვნელობაზე ერთი-ორი სიტყვა, რადგან ხშირად გვაქილიკებენ ხოლმე, რომ რა ემღერებათ და ტაშფანდურია და ასე შემდეგ, ხო? მინდა გითხრათ, რომ მეცნიერული თვალსაზრისითაც ძალიან დამხმარე არის სიმღერა. და მე ეგ ასოციაცია მაქვს ხოლმე, რომ როგორც თვითონ სიმღერის დროს დაკავშირებულობს აი ეს გუნდურობის და გუნდთან კავშირის განცდა გვაქვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიმღერის დროს ხშირად ერთმანეთს ვუყურებთ, გუნდში როცა მღერით თქვათ, აი წრე რო იყურება ხოლმე, ან როცა მივდივართ და ერთმანეთს ვაყოლებთ ხო ხმას, გარდა მაგისა ხმასაც ხო ვაყოლებთ, ანუ რამდენიმე სენსორული არხით უკავშირდებით ერთმანეთთან და მე მახსენდება ხოლმე, რომ აი ქართულ სიმღერაში ხშირად არის ეს, რომ ერთი ადამიანი რო ჩაის უნთქავს, მეორე აგრძელებს სიმღერას, რომ არ გაწყდეს რა ეს ხმოვანება. და ეს ერთმანეთს ვენაცვლებით და ეს პროტესტიც აი ამ ქართული სიმღერის მაგას გავს თითქოს რა, რომ ვიღაცას რომ ამოსუნთქვა ჭირდება, ამ დროს სხვა აგრძელებს. მე იცის რომ როცა ის დაიღლება, სხვა ჩაანაცვლებს და ამიტომ ამ სიმღერას რამდენადაც სიმბოლური მნიშვნელობა, რამდენადაც სასიამოვნოა და ენერგიას გვაძლევს, მეცნიერულადაც, ანუ
ფიზიოლოგიურადაც გვეხმარება და პლუს რაღაცნაირად ამ პროტესტის სახეც არის და მოკლედ სიმღერა და ჰიგინი რასაც ვაკეთებ ხოლმე დამხმარე არის სტრესთან გამკლავების პერიოდში კი არა პროცესში ძილზე ერთო სიტყვას ვიტყვი და ხო არ ვიცი შეიძლება გაქვთ ბევრი ადამიანის გამსმენია რომ ძილის დარღვევა აქვს და ეს დარღვევა არ გეგონოთ რომ მარტო უძილობა არის შეიძლება იყოს ზედმეტად ძილიანობაც იყოს რა ხო და რა ხდება ძილის ხარისხი ხა ვიცით ძალიან ხშირად გვესმის რა მნიშვნელოვანია ძილი და ესაც ერთ-ერთი ბაზისური საჭიროება არის მაგრამ ხანდახან ესე ხდება მოკლედ რომ ჭარბი ძილიანობა გვაქვს სტრესის დროს და გვიკვირს რომ რა დროს ძილია ამდენი სანერვიულობა და რატომ ეძინება ხო და ესეც სხეული რადგან არის ბრძენი როგორც ტატო თქვა ძილის იმპულსს უშვებს როდესაც საუკეთესო გზას პოულობს მოკლედ იმ მომენტში როგორ გაუმკლოდეს კრიზისს რა და აი ეს პატარა ჩხეძინებები 15 წუთიანი თუნდაც ხო არ დაგენანოთ თქვენი თავისთვის აუცილებლად წაუძინეთ ხოლმე და შეიძლება იყოს არ ვიცი ტრანსპორტში თუ სახში ახლა 15 წუთიან დაგვიანებას აქციაზეც გაპატიებენ და კიდე რაღაც მინდოდა ამ ძილზე რომ ეთქვა ვერ ვიცანებ ხა თუ გამახსენდა აუცილებლად ვიტყვი ხო და ერთმანეთთან ლაპარაკი მაგაში მე მგონი ვიცით ხო რომ აქაურობა მე ამიტომ მათ შეიძლება ერთმანეთს რომ ნახულობთ ეს ძალიან დიდი ბედნიერება არის და მოკლედ აი იმ დიადი მიზნების არ დავიწყებაში ხშირად გვეხმარება იმ სახეების დანახვა ვისთან ერთადაც ეს ყველაფერი დაიწყო და მინდოდა მეთქვა ტოქსიკურ პოზიტიურობაზე ხო რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება და არ უნდა დავკარგოთ იმედი და ყურებშიც ჩამოყრის რომ სუსტია ეს არ არის ასე ანუ ამით ეს წნეხი არც ჩვენ თავებს არ უნდა დავაკისროთ და არც ჩვენს გარშემო მყოფებს ხო იმიტომ რომ განუსაზღვრო ანუ არ ვიცი ზუსტად რა იქნება მაგრამ პროცესი გვაძლევს ძალას და ის რომ ხანდახან მივიღოთ თუნდაც ის უიმედობა რასაც გრძნობთ თუნდაც ის სევდა რომელსაც გრძნობთ ამის უფლება გვაქვს და ეს არის იმის ზუსტად გარანტი რომ ის სიხარულის განვიცადოთ მე რომელიც მოვა ბუნებრივად ამიტომ ემოციები ცუდად და კარგად ნეგატიურად და პოზიტიურად არ დავყოთ უბრალოდ მივიღოთ რაც მოვა დავაკვირდეთ და როგორი ემპათიურებიც ვართ სხვების მიმართ, ჩვენი მეგობრების მიმართ, ისეთები ვიყოთ ჩვენი თავის მიმართაც, იმიტომ რომ ხშირად ეს გვავიწყდება ხოლმე და ეს მინდოდა რომ მადლობა. თინა მახსენდა ესე იგი სინქრონი და ხო ხშირად ამბობენ ხოლმე ამ პერიოდში რომ აი ეს მდგომარეობა ან რეჟიმი გვატრაუმირებს და ასე ვთქვათ ჩვენში ქმნის ტრავმას თქვენი აზრით აი რა მახასიათებელი აქვს ტრავმას რა როცა ფსიქოლოგიურ ტრავმას ვამბობ რა შეიძლება იყოს მახასიათებელი ფლეშბეკები შემოჭრები ტერორის ფლეშბეკები როგორ ტრავმის დროს რა შეიძლება ხდებოდეს? აი, მეგობრებო, უკანა რიგებიდანაც რო შემოგვა ფრაზი, რისხვა, უენერგიობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა. ჩაკეტვა, კიდევ სასწაკვეთა. კი ბატონო. ხო, რადგან აქტუალურია ხოლმე ეს ტერმინია ძალების უკმარისობა გადაღლა, ხო? დაღლილობა, ქრონიკული დაღლილობა. რადგან მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ დღეს ტრავმასაც შევხებოდით ირიბად მაინც, ტრავმის ერთ-ერთი მახასიათებელი არის სწორედ ასინქრონულობა, სინქრონულობიდან ამოვარდნა, რაც ერთგვარად კლავაც უკავშირდება კონტროლის დაკარგვას, ხო? როდესაც მე მაქვს ვარ სინქრონში ან ცეკვის, ან რაიმე რიტუალის, ან სიმღერის ხო მაქვს ეს არის
დაცულობის მონგრელი სწორედ და კარგად ყოფნის მონგრელი, იმიტომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ ეს რითმულობა არის სწორედ კონტროლის სიცხადის პროცესი. მეორე მხრივ ეს შეძახილები, ეს სკანდირება რატომ არის მნიშვნელოვანი, არის რომ ეს აქტიურებს ჩვენ დიაფრაგმის მოძრაობის საშუალებით აქტიურება ჩვენი ვენტრალ ვაგუსის წინა ვაგუსის ნერვი, რომელიც უზრუნველყოფილია დაცულობის შეგრძნებაზე. ამიტომ არის ხოლმე თანამღერა გარდა ვიბრაციებისა მნიშვნელოვნად დამოკიდებული აგრეთვე ამ ფიზიოლოგიაზე. ამიტომ ბევრს როდესაც სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებთ, სწორედ აი ამაზე ცნობილ ნერვზე გადის, ესე იგი, ჩვენი სიმშვიდის მოგრის პროცესი. ამ ცოტა ბევრს ვლაპარაკობთ ფიზიოლოგიურ ასპექტზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს ჩვენ ყველაზე დიდი რესურსი, რაც გვაქვს, ესე იგი არის სხეული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი არის სხეული და სხეული სულ ჩვენთან არის. ამიტომ ხელმისაწვდომია თუნდაც სუნთქვა და თუნდაც სიმღერა, ხო, თუნდაც ღირიმი და ასევე კავშირი, მოგვიანებით კიდევ კავშირზე მეც ვილაპარაკებ. რაც შეეხება ტრავმას, ხო? ერთია მატრამირებელი ფაქტორი, მაგრამ მეორეა ტრავმული მდგომარეობა. თუ რეჟიმი ჩვენ გვექცევა მატრამირებლად, მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ როგორც ჯგუფი საზოგადოება, წინააღმდეგობაში ყოფი საზოგადოება გამოცდით მატრამირებელ ფაქტორებს რეჟიმისგან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად ტრავმირდებით. ჩვენ ტრავმირდებით იმ შემთხვევაში, თუ გამკლავების მექანიზმი, საპასუხო რეაქციის განხორციელების საშუალება არ გვექნება. და როდესაც მე როგორც პიროვნება, ან როგორც ჯგუფი გამოცდი მატრამირებელ ფაქტორს გარედან, რა შეიძლება დამეხმაროს? აი როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს დამხმარე მექანიზმი, შინაგანი თუ გარეგანი, რაც დამიცავს ტრავმირებისგან? მე როგორც პიროვნებას. პროტესტის გამოხატვა. მოქმედება, გამოხატვა. კიდევ რამ შეიძლება დამიცვას ტრავმირებისგან? როგორ ფიქრობთ? მე შემემთხვა მატრამირებელი ფაქტი, გაზიარება და რამ შეიძლება დამიცვას? როგორ? საქმე, ყურადღების კონცენტრაციას ხო არ ამის საქმიანობა. კიდევ არის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც შეიძლება სპეციალისტი, კიდევ სპორტი. ბილი. სურვა, ფიზიკური აქტივობა. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დამიცავს მე ტრავმირებისგან, არის ცოდნა იმისა, რომ მე ვიღაცასთან მივალ და მე ვიღაცა მხარში დამიდგება. მე მაქვს წარმოდგენა, წარმოსახვაში მყავს ვიღაცები, ვინც მე დამიცავენ, გამამხნევებენ, მომიოხებენ, დამიყვავებენ, ხო? მომილხენენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ სწორედ დღეს როდესაც გამოვცით ამ ატრამირებელ ფაქტორებს რეჟიმის მიერ, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ აუცილებლად ტრავმირდებით. ზოგჯერ არის ხოლმე მიდრეკილება იმისკენ, რომ აი ჩვენ ახლა ტრავმირდებით. ნულას უკაცრავად. ხო? არ ტრავმირდებით დიდი ალბათობით, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ მხარდამჭერი, სოციალური მხარდაჭერის უძვირფასესი სისტემა. და რა არის ეს სოციალური მხარდაჭერა? აქ დგომა ჩვენი სასურველი სხვები, თუნდაც უცნობები, მაგრამ სასურველი სანდო სხვები, თქვენ ჩემთვის ხართ ტრავმისგან დამცავი მექანიზმი. თითოეული თქვენგანი. ამიტომ ხართ უძვირფასესი. პირდაპირ მნიშვნელობით. მეც შეიძლება ვიღაცისთვის ვიყო დამცავი მექანიზმი ტრავმირებისგან. მოკითხვა, ხო? ჩემგან მოკითხვა მეგობის, რომ აი როგორ ხარ, როგორ იყავი, ხო? არის. თუ დაგარბიეს, აი დარბევების დროს ეს იყო რიტუალური რაღაც რელიგიური რიტუალამდე იყო ასული ფიზიოლოგიური წნარით გამბანვა, ხო? და ერთმანეთის. ეს იყო საოცარი მანუგეშებელი აქტი, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრისთვის მოხების და დამცავი ფაქტორი იყო. აგრეთვე ის, რომ ვიცით, რომ თუნდაც არის ვიღაც რეკლამა, ფონდის რეკლამა, ნანუკას ფონდი რო არსებობს, ხო? ეს სადღაც არსებობს, არ ვიცნობ, ხო, პირობითად ნანუკას, მაგრამ ეს უზომოდ მნიშვნელოვანია, ამის ცოდნა, რომ მე დამარბევენ, დამაჯარებენ
ან რაღაცა დამაკდება, მაგრამ ვიღაცები მე მხარში დამიდგებიან. ადვოკატების ქსელი, რომელიც არსებობს და ვიცით რომ დამიდგებიან ხარში. ესეც არის ტრამვირებისგან დამცავი მექანიზმი, ხო? მარშირება ჩვენ თუ გამოვიგონეთ რიტუალები, დამცავი რიტუალები, ტრამვირებისგან გამცავი რიტუალები. ეს მარშირებები იყო დარბევების შემდეგ, ყისიერად, ხო? ან ფიზიკური აქტივობა, ჩვენ რომ ფიზიკურად ვიმოძრავეთ, ჩვენ რომ ვიბრძოლეთ რუსთავეზე, ხო? სტრესული ჰორმონები რომ დავწვით ფიზიკურად, ესეც ამის შესაძლებლობა რომ გქონდა, ხო? ესეც იყო დამცავი ფაქტორი. სამწუხაროდ ჩვენ ვიცით ზოგიერთ ქვეყანაში სადაც იყო დემონსტრაციები რამდენიმე დღით, მაგრამ ამის შემდეგ იყო მყისიერი ჩაკეტვა, ბელარუსში მაგალითად, ხო? მყისიერი ჩაკეტვა, მყისიერი კონტროლი და გაუქმება ყველანაირი პროტესტის შესაძლებლობის. ეს იყო სამწუხაროდ ძალიან მატრამირებელი და არახელსაყრელი ტრამვისგან დამცავი, ხო? ამიტომ, ხო, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი რომ არ ტრამვირდებით და ამ ტრამვის კურნების პროცესში აქ ეს სივრცეც არის ერთგვარად ტრამვისგან დამცავი და პრევენციის სივრცე. რუსთაველი ხომ თავისთავად და ყველა ის ქალაქის თუ სოფლის სივრცე, სადაც ადამიანები დგანან. გურჯაანშიც ერთი ადამიანი რომ დგას, თუნდაც ხო ისიც ამით თავისთავად ყულავს მათ შორის. პრინციპში იგულისხმება, მაგრამ ცალკე ვთქვათ, საზრის რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პროცესში ვთქვათ, აი ეს როგორც ტრავმა ესე დარჩება თუ არა რაღაც მოვლენა ჩვენ ცხოვრებაში, იმას რა საზრი ვსვდობთ ამ პროცესში რა, ანუ როცა ვიცით რომ რაღაცა უანგარო ბრძოლა არის ხო, რომელშიც გულწრფელები ვართ, ესეც ძალიან გვეხმარება იმაში, რომ გავუმყავდეთ უსამართლობის განცდას. ერთი მინდოდა მე თქვა აი დანაშაულის განცდასთან, რომელიც ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჩემ გარშემოს, ვთქვათ, ვინც ძალიან აქტიურად ვერ დადის, ან წარმოიდგინეთ მათაც კი ვისი მეგობარიც შეიძლება ცემეს და ის დარჩა, ის არ უცემიათ. ან ვის მეგობარის დაიჭირეს და ის გადარჩა დაჭერას რა, ანუ აი ეს გადარჩენილის დანაშაულის განცდაც კი არსებობს, რომ მე თუ ნაკლებად დავიტანჯე, თუნდაც ფიზიკურად, ამის გამო რომ მცხვენია. ხო და ეს ახლა ახალი ფენომენი არ არის, ზოგადად არსებობს, ხო? და აი ამასაც ცოტა ისე შევხედოთ, როგორც გავაანალიზოთ, ხო? რომ სინამდვილეში ის რომ ჩვენ სადღაც გარეთ დავრჩით, თქვა და გადავრჩით დაჭერას და მეტნაკლებად თქვა აი ეს ზიანი ფიზიკურად არ მოგვედგა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ისე უნდა ხო ვაგრძელებთ და პასუხისმგებლობა დაგვჭა, რომელსაც გუმყოლდებით მეტნაკლებად და ესეც ძალიან ღირებულია, იმიტომ რომ ჩვენ თუ დარდში და დანაშაულის განცდაში და სირცხულში წავალთ, მოქმედების არეალი შეგვეზღუდება მოქმედება, იმიტომ რომ თუ იმდენად დარდში გადავეშვებით და საკუთარი თავის დამუნათებაში რომ მთელი ენერგია აქ გავუშვით, მაშინ პროცესი დააკლდება. ამიტომ ეს მინდოდა მეთქვა. და კიდე ერთი რაც მინდოდა რომ მეთქვა, ყოველთვის კრიზისში მაშინვე არ ჩანს ხოლმე შედეგები რა. ჩვენ ბევრ შემოთავაზებას ნახავდით ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, ისიარ ჩარევაზე და ასე შემდეგ. აქაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ხელს და ფსიქიკას დავაკვირდეთ და ვენდოთ, იმიტომ რომ ხშირად დროსთან ერთად თვითონ აღდგება ხოლმე, დაიბრუნებს ამ წონასწორობის მდგომარეობას, მაგრამ უნდა ვიყოთ ყურადღებით, ყოველდღიურად დავაკვირდეთ, თუ არ მძაფრდება ჩვენი სიმპტომები. მაგალითად, თუ დაგეწყოთ ან თავის ტკივილი, ან ზურგის, მუცლის, არ ვიცი, ძილი თუ ძალიან დარღვეულია, თუ საკუთს საერთოდ ვერ იღებთ, ან მარტო ტკბილის ჭამა გინდათ, რამდენჯერმე თქვით, რომ ტკბილი ხო ეს ტკბილის მოთხოვნილება თუ უარესდება სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
და ასევე რაც კიდე ერთი რაც მინდოდა მეთქვა, აი ეს ადამიანები, ვისაც ყოველდღიურ ხედავდით, შეიძლება შორიდან ვიცნობთ ნაცნობები უბრალოდ ხო და უცებ გაქნენ ხედველობის არიდან, აღარ მოდიან, ან კონტაქტზე არ გამოდიან, იზოლირებულები არიან, მოვიკითხოთ, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ რო გონია რომ იმათმა ხელი ჩაიქნიეს და აღარ მობეზრდათ აქციაზე სიარული, შეიძლება ცუდად იზნობენ თავს რა და მოკლედ არ გავწყვიტოთ კონტაქტი, თუნდაც ერთი მოკითხვა შეიძლება ძალიან დახმარი იყოს ადამიანისთვის, ვინც მარტო სულად და არ ვიცი დეპრესიის მდგომარეობაში არის. ხო, ეს ხანგრძლივ კრიზისი აქ ეხლა რაშიც ვართ ხო, მე რამდენი დღეა დღეს 98 ხო, ამდენი ხანია პრინციპში არის უწყვეტი ეს კრიზისიც და პროცესიც, ხო? და ერთი მხრივ კი ვადაპირდით ამასთან, მაგრამ თან უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენი რესურსები არ გაილიოს, ანუ სულ უნდა ყვებოთ, საწვავი უნდა ჩავასხათ. ეს საწვავი ვიღაცისთვის შეიძლება ვარჯიში არის და ვიღაცისთვის შეიძლება არის კარგად ხარისხიანად გამოძინება. პატივიცეთ მოკლედ ერთმანეთის საწვავებს და კიდე რაც ერთი უნდა მეთქვა იუმორზე, ხო? მაგაზეც ხშირად რომ სასაცილოდ არ გვაქვს საქმე. ეგ ვიცით ხო ისედაც, მაგრამ იუმორი ყოველთვის ყველა რეჟიმში, ყველა ბრუტალურ რეჟიმში არსებობდა, ანუ იუმორი ყოველთვის არსებობდა და არის ერთ-ერთი დამცავი ჯანსაღი კოპინგ გამკლავების მექანიზმი. ამიტომ ხუმრობები და სიცილი გვეხმარება პირიქით, ამაზეც მოკლედ შეგურჩხვება თუ გვეცინება რაღაცეებზე და ხო, უნდა მეთქვა ეს კულტურულად ჩვენთვის ის არის, მე მგონი, ალკოჰოლი ხო, რომელიც ხშირად შეიძლება არის შვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში არ გვეხმარება, ანუ დესტრუქციული გამკლავება არის, ხა ეგ ალბათ იცით, მაგრამ აი თუნდაც ის რომ დასაძინებლად თქვა 1-2 ჭიქა დავლიო და რა მოხდა, არ გვავსებს რესურსებით პირიქით, გამოფიტვას იწვევს ჩვენი რესურსების და ვაკონტროლოთ, რომ რაც შეიძლება ფხიზლად ვიყოთ. კრიზისში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ. ხო, ეს მინდოდა მეთქვა. აი, კითხული ხო არის. ხო, და თუ ალკოჰოლს დალევთ, ეცადეთ რომ მაინც ქართულ ღვინოებს ნუდალევთ დიდად. რეზონანსი იყო. მოკლედ, ხო, ტკბილიზე რაც გაჟღერდა რამდენჯერმე რომ გამკლავის მექანიზმად იყო ტკბილი ნახსენები. ტკბილი არის ძალიან დიდი გამოწვევა რეალურად დღეს თანამედროვეობაში კვების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიკვებოთ სათანადოდ, მივიღოთ სათანადოდ ცხიმები, ჯანმრთელი ცხიმები, იმიტომ რომ ჩვენი ნერვული სისტემა, ჩვენი ტვინი არის ცხიმოვანი სტრუქტურა, ამიტომ გვჭირდება ჯანსაღი ცხიმები და ამის საპირისპიროდ შაქრები, ტკბილეული, როგორც ალკოჰოლი ფიტავს და პირიქით გრძელვადაში იწვევს იქცევა ტვირთად, იმიტომ რომ შაქრის მიღება წევს ინსულინს და ინსულინის ჭარბი რაოდენობა სხეულში არის ასე ტვირთი და იქცევა ტვინისთვის, ტვინის ბარიერს, სისხლის ბარიერს ლახავს და იქცევა აქტიურობის შემაფერხებლად. ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ შევყვეთ, ძალიან ადიქციურია, ძალიან დამოკიდებულების გამომწვევია შაქარი და იწვევს დოპამინის ციკლის ჭარბ აღგზნებას, რაც იწვევს ჩვენს მერე გადაღლილობამდე მიყვანას და დაცულ გადაღლილობამდე მიყვანას. ამიტომ დღეს ბოლოს ვიტყვი შაქარზე, რომ დღეს კვების ინდუსტრია ძალიან მძიმედ მანიპულირებს ყველაფერში შაქრის ინგრედიენტებში შერევით. თუ წაიკითხავთ, თქვენ იქ არის ფრუქტოზის სიროფი, ლერწმის სიროფი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის შაქარი ტკბილში. როგორ? ბურგერში, ცომშიც კი ურევენ. იმიტომ ურევენ, რომ ეს იწვევს დოპამინის ციკლის აქტიურებას, რაც იწვევს ხანგრძლივ პერსპექტივაში დამოკიდებულებას. დამოკიდებულება კიდევ იწვევს თქვენ მიერ ამის შეძენას უფრო და უფრო მეტად. ეს არის და ეს. ხო.
და მე ტვირთი ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც, იმიტომ რომ სხეულისთვის ხდება ტვირთი, არასასურველი წონის მომატება სიცოცხლესა ასე. მოკლედ ხო, კითხვები თუ გვაქვს და რა კითხვებია სანამ პრინციპში სრა ხდება და უნდა დავიზრდეთ, ხო და ერთი-ორი კითხვა თუ არის ან თუ გაგვიზიარებთ რა გეხმარებათ კარგი იქნება. რა გეხმარებათ თქვენ ამ მდგომარეობაში კარგად უკეთ გრძნობ, თავი რომ უკეთ იგრძნოთ, ამ უკეთ გრძნობაში რა გეხმარებათ ერთი-ორი სტრატეგია რომ გაგვიზიაროთ. თანაზიარება. ხო, კიდევ ერთხელ ხას გავუსვამ რომ სასურველ სხვასთან ურთიერთობა არის ყველაზე ძლიერი დამცავი მექანიზმი, ყველაზე ძლიერი კარგად ყოფნის შემანარჩუნებელი და უზრუნველყოფელი და მათ ტრამვირებისგან პრევენციის მომხდენი არის სასურველ სხვებთან და სანდო სხვებთან ურთიერთობა. დარეკვა, ნახვა, დროის გამოყოფა, რომ კვირაში ორჯერ ან სამჯერ ადამიანები მახო რომლებიც თავს კარგად მაგზნობინებენ, ხო? აქვე მნიშვნელოვანია რომ ასე ვთქვათ, ერთგვარი ფილტრაცია მოახდინოთ ამ რთულ დროს ის ადამიანებს შევხვდეთ ხშირად, რომელიც მხარდამჭერები არიან და არ მიაქვს ჩვენგან უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ენერგია, ხო? არ ითხოვენ ჩვენგან და ვიურთიერთოთ ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც გრძნობთ, რომ ჩვენ საკმარისად კარგები ვართ, ხო? აი ამის განცდა რომ გქონდეს, ხო? აბა? რა უყოთ ადამიანებს ეს რომელიც ეხა ამ სიტუაციაში შეიცვალა კოცი აღმოჩნდა კოცი აი ხო რა შვებით თქვენ აშვრებით თუ ახლობელი ადამიანი ნათესავიან ოჯახის წევრი ხო აღმოჩნდა მეორე მხარეს საცხოვრებლად და ან რეჟიმის მხარეს ხო აი ერთ-ერთი იყო რომ თავს ვარიდებ უბრალოდ მე ესე ვაჭამხარ თავის არიდება, შენ ჯანჯღარება. ჯერ დიალოგი, მერე შეჯანჯღარება. მერე აგურები? თუ აგურები? არგუმენტი. კიდევ სხვა გამოწვევებს როგორ უკლადებით? მე რაღაცნაირად მაინც ვცდილობ ხოლმე რომ და ეგ ცოტა მე გაგების მცდელობა. გაუგო იმაში რომ რაღაცის გამო ესე მოხდა რომ ასე ფიქრობენ ამ დროებში აღმოჩნდა კი ბატონო ეგეც სახელდება ეგეც საზრისის ერთგვარი მიინჭება სახელ კატეგორიას კარგი კითხვა თუ არის რამე და თუ არა და ხო შევაჯამოთ და მოკლედ თავი დავიცვათ იმით რომ სასურველ სხვებთან სანდოს სხვებთან ვიურთიერთოთ რამდენადაც ხშირად არის შესაძლებელი უბრალოდ ეს არის ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი და ჩვენ სხეულებთანაც შევძლოთ რომ ვიყოთ ახლო და ნაკლები შაქარი მივხოთ. ხო, ერთი გამომრჩა რომელიც შემომეგობრებთან სანამართლო დაუჯდებოდი რომ ეს მეხმარება რომ განსაზღვრო რისი გაკონტროლება და შეცვლა შემიძლია და რისი არა და ენერგია მივმართო უფრო მაგ მიმართულებით რა ანუ თქვათ შეიძლება პატარა სავარჯიშოების გააკეთოთ რომ რა არის სადაც ქმედით უნარი ანუ სადაც ქმედება ვით რაღაცას ვცვლით და რა არის სადაც უბრალოდ დაკვირვება და მოსვლა არის საჭირო ხო და აი ამის გამიჯვნა ეგეც მინდოდა რომ მეთქვა შენ საბადოს ამბობ კარგი ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა და გიხსნით მედეგობას და კარგად გაგრძელებათ მოკლედ ამ პროცესს მადლობა თქვენ დროისთვის